მართლაც ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა ეს ფოტოსურათები, რომელიც გადაღებულია საბურთალოს 53-ში იმ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრები აღმოაჩინეს. ჩვენ გთავაზობთ ამ ფოტომასალას, ფოტოსურათებს და შევეცდებით დეტალურად აღწეროთ, როგორ გამოიყურებოდა სურათი სამითებერვლის დილას. ეს არის ოთახი, თქვენ ხედავთ გაშლილ მაგიდას, ხედავთ ჩამოვარდნილ ფარდას, სავარაუდოდ ის მაშინ ჩამოვარდა, როდესაც დაცვა ცდილობდა შეეღწია ოთახში, ხედავთ შეღებულ ფანჯარას, სავარაუდოდ ეს სწორედ დაცვის ოთახში შესვლის დროს მოხდა. ზუსტად ესე გამოიყურებოდა ეს მაგიდა, ახლა კი დეტალური აღწერა, ეს არის ნიკალა, სწორედ ის ნიკალა, რომელიც ფანჯარასთან არის დამონტაჟებული, ეს არის საფერფლე, რომელიც კუთხეში დევს, თქვენ თასის ქვეშ ხედავთ სიგარეტის კოლოფს, ეს არის სანთებელა. ასევე ეს არის ჩვეულებრივი წვენის ბოთლი და წვენის ბოთლის უკან ძალიან პატარა ნაწილი ჩანს ასანთის ძეხვი, რომელზეც ადრეც იყო საუბარი, კონიაკის ბოთლი და ხედავთ ასევე გაშლილ ნარდს სუფრაზე. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ არ ჩანდა თითქოს საფერფლე მაგიდაზე, თუმცა ყველა ვინც ზურაბ ჟვანიას იცნობდა, იცოდა რომ ის ძალიან ბევრს ეწეოდა, აი ეს საფერფლე ახლა კადრშია, მასში რამდენიმე ნამწვია, თუმცა გამოძიების ინფორმაციით სანაგვე ყუთში ძალიან ბევრი ნამწვი აღმოაჩინეს მათ. ასევე ეს არის სანთებელა, უკვე ახლო კადრში ხედავთ ამ სანთებელას, ასევე არის აღმოჩენილი და უკვე დალუქულია ექსპერტიზისთვის სიგარეტის კოლოფი, რომელსაც ეწეოდა ზურაბ ჟვანია, ეს არის სწორედ ის ინგლისური სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა ზურაბ ჟვანია. ჩვენი ინფორმაციის მათ თან ჰქონდა ასევე ერთი გაუხსნელი კოლოფი სიგარეტის, რომელიც ამჟამად არის დალუქული. აი კიდევ ერთხელ საფერფლის კადრი, რომელიც ფოტოსურათებზე, გამოძიების ფოტოსურათებზეა აღბეჭდილი. ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ასევე საზოგადოებაში ის ფაქტი, თუ როგორ მოხდა ორი ადამიანის გაგუდვა სხვადასხვა ოთახში ისე, რომ მათ ვერ იგრძნეს, რომ ცუდად ხდებოდნენ. ჩვენ ძალიან ბევრ ექსპერტს ვესაუბრეთ და ისინი აცხადებენ, რომ არსებობს ამ კითხვას, აქვს არსებობის უფლება, თუმცა ჩვენ განგვიმარტეს და არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რაულ უსუპოვმა იგრძნო, რომ ის ცუდად ხდებოდა და ის გავიდა გვერდით ოთახში სამზარეულოში. აი ახლა თქვენ ხედავთ ზუსტად იმ ნიკალას, რომელიც ამ საბურთალოს 53-შია დამონტაჟებული და რაულ უსუპოვმა იგრძნო, ცუდად ხდებოდა, გავიდა ის გვერდით ოთახში და მას უბრალოდ გულიც აერია, თუმცა სიკვდილი იქვე სამზარეულოში დადგა. ეს არის ვერსიები და დაუდასტურებელი ინფორმაცია კითხვებს, რომელიც ჩდება საზოგადოებაში უახლოეს დღეებში, ალბათ ქართულ გამომძიებლებთან ერთად პასუხს გასცემს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებიც გასცემენ პასუხს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ნანა